დილამშვიდობის მეგობრებო, დღეს არის 18 დეკემბერი და სანამ დღევანდელ ვიდეოს თემას შევეხებოდე, მინდა მოკლე კომენტარი გავუკეთო იმ კითხვებს, რომელიც ჩემ არხზე დაისვა. რა თქმა უნდა, დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება და მთავრობა ამ მიმართულებით, რასაც ქვია სოფლის განვითარება, აკეთებენ, გზებიც გაყავთ, დენიც გაყავთ სოფლებამდე, წყალიც მიხყავთ, მაგრამ ეს არის ყველაფერი ზღვაში წვეთი იმასთან შედარებით, რასაც მე ვხედავ და რაც არის გასაკეთებელი. ქვეყნის ფინანსური და ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება და სფერო, ჩემი აზრით, არის სოფლის მეურნეობის განვითარება. მაგრამ ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ სოფლის მეურნეობაზე როგორ უნდა ვისაუბროთ, როდესაც სოფლები არის ფიზიკურად დაცლილი, კანტიკუნტად თუ ცხოვრობს სოფლებში ადამიანები, რომლებიც ისინიც მხოლოდ ზაფხულის პერიოდში ადიან თავიანთ სოფლებში, სხვა სეზონზე ფიზიკურად ვერ ადიან, იმიტომ რომ გზა არ არსებობს იქა. ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის მოსაგვარებლად არის გზების გაკეთება, დენის მიყვანა, წყალი, რა თქმა უნდა. უნდა შეიქმნა სამუშაო ადგილები სოფლებში, რათა სოფლებიდან ხალხი არ გარბოდეს. ხომ შეიძლება აშენდეს თანამედროვე სტანდარტების მქონე ფერმები, გარდა ამისა მინიმუმ 5 ხეობა ვიცი მე, რომელიც ჩემ არხზე გადაღებული მაქვს, სადაც შეიძლება პატარა ჰიდროელექტროსადგურების აშენება, ძამას ხეობა, ატენის ხეობა, მდინარე ტანაზე და თეზამზე, გუჯარეთის ხეობა, მდინარე გუჯარეთულაზე, ალგეთის ხეობა, მდინარე ალგეთზე, ვერეს ხეობა, ვერაზე, პატარა ელექტროჰესები, რომლებიც პატარა წარმოდობის, რამოდენიმე 5-10 მეგავატის, რომელიც მიმდებარე სოფლებს მოამარაგებს ელექტროენერგიით, ხალხს დაასაქმებს, გადაუხდის შესაბამის ანაზღაურებას, გარდა ამისა სოფლებში საჭიროა ბაღები, სკოლები, რომ ხალხმა შეძლოს თავიანთი შვილები ატარონ და მიაღებინონ განათლება და არ დასჭირდეთ ათობით კილომეტრების გავლა სოფლიდან ქალაქში. ეს ფიზიკურად შეუძლებელია. ამიტომ მეგობრებო, მოდით ერთად მხარში ამოვუდგეთ ერთმანეთს და იმედი მაქვს, ეს ჩვენი სათქმელი მიაღწევს იმ ადამიანებამდე, არ ვიცი, ეს მინისტრები იქნებიან, თანამდებობის პირები იქნებიან, ბიზნესმენები იქნებიან თუ ასე შემდეგ, ვისაც ძალუც ამ პრობლემის მოგვარებაში რაღაცა წვლილი შეიტანოს და მოდით ერთად თქვენზეა დამოკიდებული, ჩემო ძვირფასო მაყურებელო, რაც უფრო მეტი გამომწერი ეყოლება არხს, მეტი ლაიქი ექნება და კომენტარი, მით უფრო ბევრი ხალხი ნახავს ამ ვიდეოს და ვისაც მოგწონთ ეს იდეა ჩემი არხის და მიზანი, გთხოვთ დაალაიქოთ, არხი გამოიწეროთ, მომწერეთ კომენტარი ნებისმიერ თემაზე, რას ფიქრობთ, როგორ შეიძლება უფრო ადვილად, უფრო მარტივად მოგვარდეს ეს პრობლემა. მე რა თქმა უნდა იმის ილუზია არ მაქვს და არ ვამბობ, რომ ეს ამხელა პრობლემების მოგვარება 3 დღეში, 1 კვირაში და 1 თვეში შეიძლება, მაგრამ ხალხმა და ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ამ მიმართულებით რაღაცა კეთდება, რაღაცა პროგრესი ხდება ამ პრობლემების მოგვარებაში და ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება რაღაცას აკეთებს ამ პრობლემების მოსაგვარებლად. კიდევ ერთ დავამატებდი, ისეთ მდიდარ ქვეყანაში, ჩვენი ქვეყანა მართლა ძალიან მდიდარია, წარმოიდგინეთ ხახნო, ასე პატარა ქვეყანაში რამდენი სახეობის მინერალური წყალი მოეპოვება. ჩვენ პატარა ქვეყანას, რომელსაც გააჩნია თავისი საკუთარი ოქროს საბადოები, ერთი საბადო არა, რამოდენიმე ოქროს საბადო გააჩნია, სადაც სპილენძის კონცენტრატი ტონობით მოიპოვებენ სპილენძის კონცენტრატს და ოქროს. ქვეყანას, რომელიც აბსოლუტურად არაფრით არ ჩამოვარდება განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს ყურძნის მოვლაში და ღვინის წარმოების ინდუსტრიაში. მოდით ერთად მეგობრებო, ჩვენი ხმა მივაწვდინოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ხელთ ეწიფებათ და შეუძლიათ ამ პრობლემის მოგვარებაში მონაწილეობა მიიღონ და ასეა თუ ისე განვავითაროთ ჩვენი სოფლის მეურნეობა, ჩვენი სოფელი ისევ ისე დაუბრუნდეს თავის ძველებურ ჟრიამოსა და სიცოცხლეს. მე მესმის, რომ 19-20 საუკუნეში ხალხი, რომელიც ცხოვრობდნენ
სოფლებში იმათ ნაკლები მოთხოვნილება ჰქონდა იგივე დენის ან გზის ფეხით დადიოდნენ და დენის სულ არ ჭირდებოდათ, მაგრამ დღეს 21 საუკუნეა ხალხნო და ისეთ სოფლებში სადაც გზა არ არის, დენი არ არის, წყალი არ არის და ინტერნეტი არ არის, ეგეთ სოფელში არავინ არ გაჩერდება და სწორედ მაგიტომ გარბის ეს ხალხი, გაივსვეს ჩვენი ქალაქები სამუშაოს ძიებაში, ხალხი გარბის ქალაქებში, გარბის ევროპულ ქვეყნებში და ემსახურებიან იქ სხვას, რატო როცა შეიძლება განვითარდეს, ხო? ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობა, ჩემი შვილები, თქვენი შვილები, მშობლები ევროპაში არ გარბოდნენ, რჩებოდნენ თავის ქვეყანაში და ემსახურებოდნენ თავის ქვეყანას, ხო? ამიტომ მე მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გითხრათ, ვინც ჩემ არხს უყურებს, ვინც გამოიწერა, ვინც დაალაიქა და მომწერა კომენტარი და მოდით ეხლა წავიდეთ დღეს გეგმაში გვაქვს ერთი ულამაზესი ხეობის დათვალიერება და რამდენად შევცვლებ, ძალიან ცუდი ამინდია გამოცხადებული წვიმა თოვლი და მაგრამ წავიდეთ და ვნახოთ რა ხდება ამ სოფლებში. აბა დროებით და მალე შევხვდებით. Adi bare minimum. Bolo. Ეხი წამოყვარ? Აი ქამდე ადი, რომ არ სწორდება ზევით. ცოტა ადია. გასწორების არ აქვს. აუ მაგარი აქვს. თიანა. ეხლა მეგობრებო, ჩვენ შემოვედით ერთ-ერთ სოფელში, რომელიც მდებარეობს დუშეთის რაიონში და ამ სოფელს ქვია ლაუშა. და მაინტერესებს სოფელში თუ არის მაცხოვრებელი ამ პირობებში ცხოვრობენ, რა ხდება სოფელში, შევიდეთ ეხლა და დავათვალიერებთ და ვნახოთ. აქ თოვლმა აშკარად მოიმატა. გზა ნორმალურია, სოფლამდე მოსასვლელი. გარეთ არავინ არ იქნება კი ამ თოვლში, მაგრამ სახლებს ხომ უნდა ეთყობოდეს, რომ ცხოვრობს ვიღაცა, ან ქეჩი უნდა იყოს დანთებული, ბოლი ამოდიოდეს, ან გზაზე ეთყობოდეს რომ ვიღაცა. არა, ხო აშკარად ეს არავინ არ ანახები, მაგრამ კარგი დიდი სახლებიც არის ეგერ. შემოღობილია მშვენიერი ეზო, წინ დიდი სახლია. ეს კარგი დიდი სახლია. აი აქ ალბათ ცხოვრობენ. აქ პატარა გზამიდის ადგილს არ ვიცი, თავიდეთ ერთი ამ გზაზე. აქედან ბოლი ამოდის, ამ სახლში ცხოვრობს ვიღაცა.
კაი დიდი სოფელია. სოფელი ლაუშა. აგერ წინ სახლში ცხოვრობენ, ბოლი ამოდის სახლიდან. მე მგონი სოფლის ბოლოში გავედით. აი დიდი სახლებია ამ სოფელში და სოფელი ძალიან კაი ადგილას არის. ახლოს არის ჟინვალთან. ეს პირდაპირ სახლი მაგალითად არავინ ის დიდი სახლი როა, ხო? აშენებულია, მაგრამ არავინ არ ცხოვრობს. აი ეგ ცხოვრობს ეთყობა, ახლა ამ მომენტში შეიძლება არავინ არ არის, მაგრამ მოვლილი ეზოა, კაი სახლია, აგერ წინაც ამხილა სახლია. იქით ზევითაც კარგი დიდი სოფელია. დენი არის ამ სოფელში. თივა აქვთ, მოგროვებული ეზოებში ძროხები ყავთ, ესე იგი. ყველა სახლში ახლა ეთყობა რომ არ არის ახლა მოსახლე, მაგრამ ძირითადად ცხოვრობენ. კიდევ ერთი სახლი სოფელ ლაუშაში, რომელიც სავარაუდოდ მიტოვებულია და აქ არავინ არ ცხოვრობს. ეხლა უნდა შევიდეთ სოფელ სონდისველაში, ძალიან კარგად თოვს, თოვლით დადებულია. სოფელში დენი მიდის, ეგერ ეთყობა ბოძებზე, დენის ბოძებია. ხო და მივიდეთ ეხლა სოფელში და ვნახოთ ვინ ცხოვრობს, რამდენი ხალხი ცხოვრობს და ასე შემდეგ. გზა ნორმალურია, ჩვეულებრივი ამოსასვლელი გზა არის. სოფელი სონდისველა. ეხლა ამოვედით მეგობრებო სოფელში, რომელსაც ქვია სონდისველა. ეს არის ერთ-ერთი სოფელი ხორხის ხეობაში. სულ რამოდენიმე სოფელია ამ ხეობაში და ძირითადად ამ სოფლებში რამოდენიმე ოჯახია სულ დარჩენილი და ამოდიან ხოლმე მარტო ზაფხულობით, როცა კარგი ამინდია და ზამთრის პერიოდში ამ სოფლებში არავინ არ ამოდის. ერთი ადგილობრივი მოსახლე შეხვდა, რომელმაც მოგვიყვა ერთი-ორი სიტყვით თავისი ისტორია და ამ სოფლების ისტორია. გამარჯობა პატივცემულო. ზემო ხორხი რო არის, მანდ არავინ არ არის. და აქ რო არის მარცხნივ ხორხის უბანი. ხორხის უბანი რო ქვია, იმ სოფელში ცხოვრობს ვინმე? ზემო ხორხი? ხორხის უბანი წერია. ხო, მან ცხოვრობენ, კი. ცხოვრობენ? კი, მე მივიდნა ვარ. მან ცხოვრობ თქვენა? თქვენ სოფელში არის გაზი, დენი, რამე? გაზი არის. წყალი, გაზი ხო განსაგებია რო არა, მაგრამ დენი? წყალი კი. ზამთარშიც აქ ხარ. აქ ვარ მეზო. სულ? რითი ცხოვრობთ, რითი არსებობთ მე? რითი არსებობ და ჩვენი შრომით და ჩვენი თანჯოწოლებით. ძროხები ყავთ ალბათ ხო საქონელი და? ბევრია ეს მოსახლე მაგ სოფელში? მე როგორი ახლა წასულები არა, ზაფხულში კი მოდიან, მაგრამ ზამთარში ჩვენო გჩებით. ერთი 12 კომი აქ არის, აი ეს სოფელი აქ კიდე მაღლა. მან ცხოვრობენ ბლოგად კი. მაგრამ უბანში არავინ არ არის. არა ხო? არა, ზაფხულობით მოდიან. იმ უბანში ჩავალთ ახლა? არა, ვერო. ვერა? ტყე და ეს არის ჩამოჩეხილი ან გზასავსია. არა, ვერო. ანუ აზრი არ აქვს, ხო რო ჩავედით. ეგ ზევითაც გვინდოდა ასვლა, მაგრამ ვერ ავედით. მოყინული არის გზა და ფიზიკურად ვერ შევძელით ასვლა. არა. აქ სოფელია იქ.
ეს მარჯვნივ დავუხეთ, ახლა სოფელია დემოხორი. აი ხლა ეს სოფლები რო არის, ჩვენ ასე დავდივართ და ვიღებთ სოფლებს რა და მიტოებულ სოფლებს, სადაც ცოტა ხალხი არის და თქვენი აზრით რა არის გასაკეთებელი, რომ სოფლიდან ხალხი არ გარბოდეს? თქვენი გასაკეთებელი პირველ რიგში და აი მე ვარ 51 წლისა. აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, ობლობით გავიზარდე მე. 5 ობლი გავიზარდე დედა. სკოლა დავამთავრე 7 კილომეტრი მოვდიოდი ფეხით. თქვენი სახელი თუ დანიელ ჟიჟიშვილი. გასაკეთებელი პირველ რიგში გზა არის. სკოლა არ არის. აგე კაცსა თავის შვილები დაუდის ანანურში სკოლაში. ყოველ დღე 25 კილომეტრი აქიდან ანანურში სკოლამდე. ყოველ დღე წარმოიდგინე. ხოცოდროის ბავშვი გავციცივეში. თუ ესეთი ამინდები კი არ იქნება ახლა მოათხოვილი რა ვიცი. დარჩებიან უსწავლელები, ხო? აი ესეთი რაღაცა. ამიტომ იდეა. ანუ ძირითადი მიზეზი და პრობლემა არის გზის უქონლობა. გზის უქონლობა კი და ტრანსპორტი რა. მარშრუტკა კი დადის, მაგრამ ახლა მარშრუტკა მოაქვს რა. ამ თორში და მეჩვეულში. არავინ არაფერს არ აკეთებს, ხო? სოფლის გამგებელია. ვინ ასაკეთებს მარტო რჩენები რომ მოა მაშინა და ხელი მოწერა და ის არის ხმამა მეცი და ესეთი თელემოი და კარგი რა დღეს ახალ ზეგა და ნადაიელავი. აი ესეთი ამბავი. გაიხარე, კაი კაცი ხარ. ამიტომ ჩვენ გვინდა რომ ესეთ ადგილებში დავდივართ. აქ ვართ ახლა დამჩილე ჩვენ ზამთარ დაფულე. სულ ყველა შრომელი ხალხია და ობლობი დასდიდები. ცხარი, საქონელი. მე 7 კლასს თავი დავანებე ყიზილარში წავედი. რომ არ აქვს ჩვენ მშობელი დედას არ აქვს იმის სიგანე რომ შვილები შეენახნა და რა ურით მეკლა წარსაცმელიც მეკლა და სიცივე და შიმშილ ხო ქვეყანა გადამიტანა ესეთი რაღაც რა ვიცი ნეტა თუ ვინმე ყურადღებას მააქცევს აქაობას რომ ახალგაზრდობა მაინც რომ არ გარბოდეს სოფლებიდან რა თქმა უნდა არიან სრულიად და გზა არის ისეთი რომ ვერ გაიგე ფიზიკურად ვერ ამოდიხარ რა დენიც არ არის დენი არის ახლა აქცევენ ყურადღებას მაგრამ აგა სტოლბებია დალეტილი ხაზებია ჩამოჩნილი გუშინში მე გავაკეთე ის ხაზები ის ჩემი საქმე არ არის მაგრამ აქავა რაკავ ცხოვრ მე მჭირდება ის დენი რა თქმა უნდა უпросто ეს ბზიკურტკარი რო არის არც იქ არავინ არ არის ბზიკურტკარში კი ორი ოჯახია არიან ხო კი ავალთ ახლა ჩვენ მანდ ახლა კი დაბლაიშონის შვილზე რო ჩახვალ სოფელი დაბლაიშონის შვილზე მარცხნივ ხიძე გადახვალ სკინის ხიძე და მარცხნივ წახვიდე იქ კაიზაკი აი მადლობა დიდი მადლობა გაიხარეთ არა ჩაშორს ხარ მიდივარ არა ეს რომ მივედი 800 მეტრი დარჩა ბაბუ არა მე კიდე რაღაცები არა ზემო ხორხის მერე უკვე აღარ არის ხო ბესო არაფერი სოფელი ბოლო სოფელია და მაგ ზემო ხორხემდე არის გადასახური მარჯვენა და მარცხენა მხარეს რომელიც მიდის მენესომდე და ქვემო ხორხე ო მივод სოფელ მენესომდე არა ვარ ჯერ შესულები მივად მალე და გზად შეგხვდა ასეთი გზელი შენობა რომელიც იყო ფერმა ძროხების სადგომი მივიდეთ ახლა სოფელშიც და იქაც ვნახოთ რა ხდება. ო, სოფელ მენესოს გადასახურთან ამხელა კაპიტალური სახლია. ეხლა მეგობრებო, მოვედით სოფელ უბანში, მე და ბესო ფეხით შემოვალთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი თოვლი მოვიდა. ძალიან დიდი არა, მაგრამ კარგი თოვლი მოვიდა და მანქანა იქით ხარეს გავაჩერეთ. სოფელი გზასთან ახლოს არის და ნახოთ ერთი ამ სოფელში აგერ ზევით ჩაან სახლები, მაგრამ არ ეტყობა ეხა იმ სახლებში ცხოვრობს თუ არა ვინმე ნამდვილად არ ეტყობა. ისინი აყენიან ანტენები. ხო, ანტენები თუ აყენია ცხოვრობს ვიღაც. რაცი არა. მიდი წამოიღე თუ გინდა. მე გავუყვები ეხა გზას ნელ-ნელა და გადავიღებს რა. ეს სოფლები ეხა ჩვენ ამოუყევით მეგობრებო მდინარე ხორხის ხეობას რამოდენიმე სოფელი არის ამ ხეობაში და ბოლო სოფელი არის ზემო ხორხი და მაგ ბოლო სოფლამდე შეხვდა ესეთი პატარა სოფელი აგერ იქითაც ჩანს რაღაც პატარა შენობები და
მაინტერესებს ეხლა ამ პატარა სოფელში თუ დარჩა მოსახლე და თუ ცხოვრობს ვიღაცა. აი ეს არის მეგობრებო პატარა სოფელი, რომელსაც ქვია უბანი. ჯერჯერობით ორი სახლი შემხვდა მე ამ სოფელში. ეს დიდი სახლი და ეს პატარა. გავაგრძელოთ ერთი წინ წავიდე თუ ნახე კიდე რამე სახლები. ხორხის ხევში და ეთყობა რომ აქ პერიოდულად ხალხი ამოდის და ცხოვრობს. ზევით მე მგონი არ არის ხო მეტი სახლები. 1 2 ეს მესამე სახლია. აქეთაც არის კიდე ეგერ ზევით სახლი. აინტერესებს ნეტა იმ სახლში თუ ცხოვრობს ვინმე, აბა ცოტა ახლოს რომ მივიდე. აგე ზევითაც არის კიდე, ოდნავ ზევით კი. დასახლებული სოფელია. დენი ამოდის ამ სოფლამდე. გზაც ჩვეულებრივად ამოდის, უბრალოდ ეხა თოვლიანი გზა არის და არ ჩანს ზოგიერთი გზები და ეხა მივდივართ ზემო ხორხიში, რომელიც არის დაუსახლებელი სოფელი და იმედია მივაღწევთ და გადავიღებთ ზემო ხორხის სოფელს. საკმაოდ დიდი თოვლია მოსული. ასეთი გზა არის. კილომეტრი ნახევარი კიდე უნდა გავიაროთ. ეს ეხლა დაუსახლებელი სოფელი, მაგრამ ოდესღაც ხომ ცხოვრობდა მაგ ვიღაცა. ალბათ ასე უნდა გამოყო რა. ასეთ ფარს. გადავიდეთ წყალში ხომ? ამერაუ. ოპა. ჯოს. გამოდი. ვაი. რაიმე სადაც გავარ, იქ უნდა გამოიარო შუაში. აი ეს ფარო არის იმის შუაში. მოდი კაია, მოდი. ცოტა მარცხნივ აიღე. გარეთ ქვაზე შედექი, ქვაზე უკან წადი. უკან გადი, უკან ეხლა მარცხნივ აიღე, შენგან მარცხნივ. შენგან მარცხნივ აიღე ეხლა და წამოდი წინ. ეგრე, ხო, დიდი აიღე. წამოდი. აი ეგრე წამოდი ნელ-ნელა. ხო? უკან წადი. კაი, ცოტა ჩადი უკან, ეგრე ვერ ამოწ. აუ, აქ ყინულია ბიჭო. აუ, არა, ზურა, არა. აქ სუყინული ყოფილა. ახე გაყინულია სულ. იმენა ყინულია. მაშინ გაგვიყვანე უკან ეხლა. ხო, ეგრე აიღე რული მარცხნივ. და გადი უკან. ო, კაია. გასწორე. ვერა. ო, მიდი. მოიცა აბა ერთ შევხედო უკან რა ხდება.